მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს მინდა გაჩვენოთ მანქანა, რომელიც მე შევიძინე, რომელსაც ვუყურებ საკმაოდ დიდი ხანია, ასე რომ ვთქვათ, ინტერნეტში, არა კონკრეტულ ამ მანქანას, არამედ ამ მოდელს ვათვალიერებდი და ვინც ეძებს ის პოულობსო, როგორც ნათქვამია, აი ეს Porsche Boxster-ი შევიძინე. მოკლედ ახლა მინდა უცებ გითხრათ ორიოდეს სიტყვა ამ მანქანასთან დაკავშირებით. მე ვეძებდი და მხოლოდ ინტერესი მქონდა Boxster S-ზე გამახვილებული მქონდა. არ მაინტერესებდა 2 და 5-იანი, არ მაინტერესებდა 2 და 7-იანი ძრავით, ანუ 2 და 5-იანი ძრავით არის რამდენი ცხენის ძალა აქვს 204 ცხენის ძალით. 2 და 7-იანს აქვს 220 ცხენის ძალა, ხოლო ეს არის Porsche Boxster S 986 ძარის ნომერი, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც აქვს 3 და 2-იანი 6 ცილინდრიანი ძრავი. ცილინდრები, რომელიც არის აი ასე განლაგებული, მოგეხსენებათ Porsche-ს ცილინდრების განლაგება. 3 და 2 ძრავით 6 ცილინდრიანი, როგორც ვთქვი, 252 ცხენის ძალით. რა თქმა უნდა, ისეთი ცხენის ძალები არა აქვს ამას, როგორიც თქვა და ბევრად უფრო ძვირიან და მაგარ Porsche-ებს და ასევე თანამედროვე მანქანებს, რადგანაც ეს 2001 წლიანია. ძველი მანქანაა და ადრე მოგეხსენებათ არ ქონდა ძრავებს ისეთი ცხენის ძალები, როგორც დღესდღეობით აქვს. მე დაახლოებით 3 წლის წინ ვნახე ზუსტად ასეთი შავი 3 და 2, მაშინ ვიდეოს გადაღებაც დავიწყე, გზაში ვიღებდი, ვიქირავე მისაბმელი მანქანაზე, ჩავჯექი მანქანაში და წავედი სადღაც დაახლოებით 300 კილომეტრზე. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ იმ მანქანას ვიყიდიდი. მანქანა იყო ძრავის დაზიანებით. ძრავის დაზიანებით არის ეს კონკრეტული მანქანაც. რა თქმა უნდა, ჩემთან არხზე მუშა მანქანას ვერ ნახავთ, როდესაც პირველად მოდის ჩემთან. ხოლო ყველა მანქანა ჩემი გარაჟიდან ყოველთვის გამოდის მუშა მდგომარეობაში და იმედი მაქვს ძალიან დიდი, რომ ეს მანქანაც არ იქნება გამონაკლისი და ესეც აქედან მუშა მდგომარეობაში გამოვა ისე როგორც სხვები. მაშინ მოკლედ ვნახე ის მანქანა და გარედან ნორმალური იყო, მაგრამ განადგურებული იყო სალონი, ისეთი განადგურებული იყო, რომ არ ვიცი რა, ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, გასაგებია, მაგრამ მე არ მინდოდა ყველაფრის ერთად კეთებ. ხა ძრავს თუ ვაკეთებ, მე გარედან არ შემიძლია, ხა ამის ღებვა ჯერ პირადად არ შემიძლია, გასაგებია და გერმანიაში არანორმალურ თანხებთან არის დაკავშირებული მანქანის შეღებვა. ამიტომ მე ვეძებდი ისეთ მანქანას, რომელსაც გარედან არაფერი არ ექნებოდა შესაღები, იქნებოდა იდეალურში, რა თქმა უნდა, ვერ იქნებოდა იმ ფასშიც მე ვათვალიერებდი, მაგრამ ნორმალურ მდგომარეობაში რო ყოფილიყო, როგორც ეს არის, მაგალითად, რომ გარედან არ აქვს ჩაღონულები, არაფერი, არ აქვს რაღაცა ისეთი დიდი გატყავებულები გვერდზე, გამოსმული, რომ შესაღები გახდეს. ყველაფერი არის სუფთა, ნორმალურ მდგომარეობაში. არ ვიტყვი იდეალურში და რატომ არ ვიტყვი იდეალურში? იმიტომ რომ ეს არის გერმანიის, არ ვაჭარბებ, გერმანიის, მთელ გერმანიაში ყველაზე დაბალფასიანი Boxster S. ოღონდ ერთი რაღაცა უნდა შეგვეშალოს, Boxster-ი შეიძლება სადღაც რაღაც ისეთ ფასში ვნახოთ, მაგრამ Boxster S არის ყველაზე დაბალფასიანი ეს გერმანიის. იყო უпростоრად, ეხლა აღარ არის, იმიტომ რომ მოვიყვანე აქ და ინტერნეტში ამ წუთას მობილედეზეც რო შეხვიდეთ, ყველაზე დაბალფასიანი Boxster S რომ მისცეთ, აი 250 ცხენის ძალიდან მაგალითად ასე რომ მისცეთ Boxster-ები, ამ ფასად არ არსებობს რა, საერთოდ არ არის. ალბათ ახლა ყველას გაინტერესებს რა ღირდა ეს მანქანა. ეს მანქანა გამოქვეყნდა დაახლოებით ასე 3 კვირის წინ, იყო გამოქვეყნებული ძრავის დაზიანებით და მისი ღირებულება იყო 7,000 евро. შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა გერმანიაში, ყველას ძალიან ეშინია
ამ მანქანის შეძენა, რადგანაც მისი შეძენა არაფერი არა იყიდი, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ შემდეგ მისი გაკეთება წარმოუდგენლად თანხებთან არის დაკავშირებული. წარმოუდგენელი ახლა შეიძლება ცოტა ისე გადამეტებულად გამომივიდა ვისთვის რა არის ძვირი, გააჩნია, მაგრამ სხვა მანქანებთან აი შედარებით ნებისმიერ მანქანას მარკას ასაც არ უნდა შევადაროთ, Mercedes, BMW-ს, Audi-ს, რა ვიცი, სხვას ყველას არანორმალური ფასი არის ყველაფერი მისი ნაწილები და ყველაზე დიდ პრობლემას რაც წარმოადგენს ეს არის არ ვიცი როგორ მოახერხა Porsche-მ ეს ყველაფერი ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის რომ აი aftermarket ნაწილები ასე რომ ვთქვათ არ არის რა და მთლიანად ყველაფრის შეძენა ფაქტიურად გიწევს Porsche-ში. Porsche-ში კი ამა თუ იმ დეტალის შეძენა ეს არის არანორმალურ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ამიტომ ყველაერიდება ამ მანქანის ყიდვას, რაზეც, რა ვიცი, ხალხს ვერ გაამტყუნებ, მართლებიც არიან. ეხლა მოდით გადავიდეთ იმაზე თუ რა გადავიხადე ამ მანქანაში. მოკლედ შემდეგ მე შევთავაზე 6,000 евро, მე 6,000-ად ვარი მითხრა, მე მითხრა რომ მოდიო, მე რაღაცა კიდე რა ვიცი ცოტა ისეთ რაღაცა საუბარი გქონდა ხან გადავიფიქრე ხან არა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე, იმიტომ რომ ძალიან ძვირია როგორც თქვი ისე ძრავის გაკეთება მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გასაკეთებელია და მე უნდა გავაკეთო ჩემი ხელით, მაინც ძალიან ძვირია და ძალიან პრობლემატურია ეს ყველაფერი. ამისი გაკეთება ჩემთვის არ წარმოადგენს პრობლემას, რადგანაც მე რა ვიცი ვინ ჩემს არხს უყურებთ, მე თქმის 2 წელიწად ნახევარი ასე Porsche-ში ვიმუშავე, Porsche-ს ქარხანაში, სადაც ძრავებს ვაწყობდი Porsche-სთვის, როგორც 8 ცილინდრიანს, ასევე ბოქსი 2 ძრავს ეძახიან ამას გერმანიაში, როგორც ასევე ბოქსი 2 ძრავს და ასევე ბევრ ისეთ ძრავებს რა, რომელიც ასე რომ ვთქვათ განსაკუთრებულ ძრავად ითვლება და ჩემთვის ახლა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. გასაგებია რომ ისინი სულ ახალი ძრავები იყო და იქ მოდიფიცირებულია სხვანაირია, მაგრამ ადამიანის გაკეთებულია ეს და რაც ადამიანმა გააკეთა, ის ადამიანმა რომ არ გააკეთოს შემდეგ გაფუჭებულიც შეუძლებელია, ხო? ანუ ამის გაკეთების კი არ მეშინია და პრობლემას კი არ წარმოადგენს ყველაზე უფრო მაღელვებს ნაწილები. მოკლედ შევიძინე ეს მანქანა ხა ბევრი რო არ ვილაპარაკოთ 5,400 ევროთ. 5,400 ევროთ. აი ამიტომ ვამბობ რომ ეს ყველაზე დავალფასიანი Boxster S-ი არის გერმანიის. რას ელოდები ხა ამ თანხაში? ამ თანხაში ელოდები ნაგვის გროვას. აი პირდაპირ ასე რო ვთქვათ, რომ არ შევალამაზოთ, ნაგვის გროვა უნდა იყოს ამ ფასად. ყველაფერი ისე ვერ იქნება როგორც შენ გინდა რა თქმა უნდა. მე რომ მივედი, უბრალოდ ვცადე, მაინც წავედი და ვნახე მანქანა, მივედი, დავათვალიერე, შევხედე, ვიცოდი ხა ძრავი რო გაფუჭებული იყო, მაგრამ ეხა მისვლით არ გაკეთდებოდა ძრავი, შელოცვით ვერ გააკეთებ. იქ არ გამოსწორდებოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ძარა. ძარა რა მდგომარეობაში იყო, სალონი რა მდგომარეობაში იყო და სხვა რაღაცებში რაში იქნებოდა კიდევ ფული ჩასადები ძრავის გარდა. ძარას როგორც ხედავთ ეხლაც ვიდეოში ალბათ, ეხლა რამდენადაც გადმოსცემს კამერა ამ ყველაფერს, ძარა არ არის ცუდ მდგომარეობაში. მე შევხედე თვითონ ეს წინა ორი ფრთა შენაღები არის და ეს კაპოტიც შენაღებია, მაგრამ რო შეხედავთ, ისე არაფერი არ ეტყობა, ასე რომ ვთქვათ, იდეალურად არის ყველაფერი, იდეალურად არის, არ არის ესა დაშპაკლული და რაღაც შპაკლში ამოყვანილი არ არის, არც კრილოები და არც კაპოტი, ალბათ ჩვეულებრივად როგორც უნდა შეიღებოს, სულ ახალი ფრთები და კაპოტიც ისე არის შეღებილი, ამიტომ არანაირი დეფექტი არ ეტყობა, აი ასე ახლა რო დააკვირდები, რომ რაღაცა ცუდად არის რა დასხმული ან ასე შემდეგ. დანარჩენი რა ვიცი. ნუ მოკლედ დიდად ეხა სიმართლე რო გითხრათ, ეხა არ მინდოდა ეხა შუაზე გადაღუნული ყოფილიყო და მე გადაჭიმული ან რაღაცა, რაც ასეთ მანქანებზე თითქმის არ ხდება გერმანიაში, იმიტომ რომ არანორმალურ თანხებთანაა დაკავშირებული და არავის არ უღირს მსგავსი რაღაცების კეთება. ამიტომ ჩემთვის ეხა ძალიან ისე დიდ პრობლემას არ წარმოადგენს ამის შეღება, რა ფასში
ყიდულობ უბრალოდ რომ წარმოიდგინო, სასაცილოა ამ ყველაფერზე ლაპარაკი. 250 евро იქვე გადავიხადე ევაკუატორში, რომელმაც აქამდე მომიყვანა იქედან. ну ჩავთვალოთ რომ 5700 ევროში ეს მანქანა მოვიყვანე აქ და დავაყენე აქ ეზოში, მაგრამ რამდენი დაჭირდება ამის გაკეთებას არის აი ესე კითხვის ნიშნები რა. ღმერთმა იცის რამდენი დაჭირდება გაკეთებას. ამას გავიგებთ ყველაფერს, ოდესაც დავშლი. ეხლა რა ხდება ძრავზე? ძრავი იქოქება, ძრავი მუშაობს, არ ბოლავს, მაგრამ ძალიან სერიოზული კაკუნის ხმა აქვს. კაკუნის ხმა არის სავარაუდოდ ვკლადიშების. მე ამოვიღებ ბაბინებს მოხსნი, ჩავიხედები შიგნით კამერით, უფრო სწორად ეხლა ბევრი რო არ დავიწყო რაღაც მოკიბვა, რომ მოვიყვანე იმ დღეს ვერ მოვითმინე და კამერაც არ მქონდა აქ, შემდეგ ტელეფონით გადავიღე და ეხლა ჩავაგდებ ვიდეოს ნახავთ, მოხსენი ბაბინები, მოხსენი აალების სანთლები, ჩავიხედა ენდოსკოპით შიგნით და კედლებს ცილინდრისას ფაქტიურად არაფერი არ სჭირს. ამის გამო არ არის ეს კაკუნის ხმა, იმიტომ რომ კოლბენკიფას ეძახიან, გერმანულად არ ვიცი ხა ქართულად და რუსულად რა, ხო ზადირი ცილინდრა ხა რუსულად ასე ამბობენ და ქართულად არ ვიცი, ქართულად თქვა რომ ნაკაწრები, როდესაც არის ძალიან სერიოზული ერთ მხარეს ბევრი ცილინდრის კედელზე, მაშინ იწყებს პორშინი ოდნავ თამაშს, რომელიც წარმოქმნის ამ კაკუნის ხმას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ გვაქვს, ამ შემთხვევაში გვაქვს ვკლადიშის ხმა 99%-ით, მაგრამ რა ხდება ახლა ვკლადიშს აქვს შატუნს აქვს ქვემოთ ვკლადიშები მოგეხსენებათ, ზემოთ აქვს აი ესეთი პატარა ვტულკასავით, ახლა ბოდიშით რუსულ სიტყვებს ვამბობ, მაგრამ ახლა გამგები გაიგებს, ქვედა თვითონ ეს ის რა ქვია ვკლადიში არის ვერცხლისფერი. როდესაც ძალიან სერიოზულად გაიხეხება, მერე შეიძლება გადავიდეს სპილენძის ფერშიც, მოოქროს ფროში. მაგრამ ზედა თვითონ რაც არის ის ვტულკა, ის ოქროსფერია ხოლმე რა უმეტეს შემთხვევაში და თითქმის სულ. როდესაც ფილტრს მოხსნით ამ მანქანაზე და შიგნით ჩაიხედებით ამ ძრავზე, შიგნით არის მტვერი, აი ეს სტრუშკას ასაც ვეძახით რა, ნამცეცები რკინის და ეს არის ყველაფერი ოქროსფერი. სავარაუდოდ არ ვიცი, ან ეს არის ან ზედა ოქროსფერი, რადგანაც არის ეს ყველაფერი. ან რაღაცას ვურევ ფერში ზეთთან ერთად და ვერცხლისფერი არ არის ფაქტია რა, ოქროსფერია ეს მტვერი. მოკლედ, ძრავი უნდა ჩამოვიღოთ, უნდა დავშალო მთლიანად და იქ გამოჩნდება შემდეგ ყველაფერი. დანარჩენი, რა ვიცი, 2001 წლიანი არის, 212 აქვს გარბენი. გასაგებია ბევრი აქვს გარბენი, მაგრამ როგორც ვთქვი, ამ ფასად შეუძლებელია ამისი ყიდვა ფაქტიურად რა. 3 წლის წინ ვიყავი მანქანის სანახავად მისული, როგორც გითხარით, იმის შემდეგ სულ ვათვალიერებდი და აი 3 წელი გავიდა და ეხლა ამოვარდა ესი ამ ფასად რა. და ეხლა ეს რო არ მეყიდა, არ შეიძლებოდა. ტენტი კაბრიოლეტში რაც მნიშვნელოვანია, კაბრიოლეტი მე საერთოდ არ მინდოდა, მანქანა ჯერ ის BMW მყავს E46 კაბრიოლეტი და კაბრიოლეტი მეტი რა ვიცი რატომღაც არ მინდა, გერმანიაში არ არის ძალიან ახლა ისეთი ამინდებიც და მეც არც მცალია, თან ასე ძალიან მაგარ სიცხეში ჩაიბუგები შიგნით და მოკლედ რა. უბრალოდ მე პირადად არ მინდოდა კაბრიოლეტი. მაგრამ რა ვქნათ, ახლა ესენი ბოქსტერები არ არის სხვანაირი, შეიძლება ჰარტოპის დადგმა თუ გინდა ადამიანს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის მოკლედ ისე, როგორც არის. დახეული არ არის, ახლა შეიძლება კამერაში ეს ისე ჩანს, გაცრეცილი, მაგრამ გახეული არ არის. თვითონ ეს უკანა ფანჯარაც პლასმასის გახეული არ არის. დანარჩენი რა გითხრათ, რა 18-იანი დისკები უყენია, რაც კარგი არის. სულ ახალი საბურავები უყენია 2025 წლიანი გუდი არის. წინ ზუსტად იგივე საბურავები უყენია უკან გუდი არის, მაგრამ სულ გაცვეთილი 2017 წლიანი ისინი წამში ეგრევე გადასაყრელია. მაგრამ ეს უკვე პლუსია, რომ ორი საბურავი წინა სულ ახალია, ანუ რაც აყიდელი მქონდა ნაყიდია სიტყვაზე. კიდევ რაც კარგია და პლუს პუნქტი არის, ეს არის ამორტიზატორები წინა, ხო კიდევ ბოქსტერი ეს და სხვა ბოქსტერებს ჩვეულებრივ იმას 2.5 და 2.7 სხვა ამორტიზატორები აქვს. ამას
ამორტიზატორები სხვა აქვს, უფრო სპორტული და უფრო დაბლადაწეული, ქარხნული. მოკლედ ეს წინა ამორტიზატორებიც შეცვლილი არის. ორივე სულ ახალი აყენია ბილშტაინის, თავისი ქარხნული, პორშეს ანუ რაც უნდა ეკუთვნოდეს ის და არა რაღაც გადაკეთებული, რომ ძალიან ის იყოს, რა ქვია, ხისტი, ისეთი არ არის. წინ ორივე ახალი არის ამორტიზატორი თავისი ზამბარებით. ხო, ეს რაც ახალია, უკან თერმოსტატი არის ძრავზე სულ ახალი დაყენებული, რასაც ქვემოდან ხედავ და წყლის მილები არის, რეზინის მილები ყველა შეცვლილი არის. კიდე სავალ ნაწილში მე საბუთებშიც ვნახე, რომ შენაცვლელი აქვს და ქვემოდანაც რო შევხედე სავალ ნაწილშიც სტержინები, რაღაც ტიაგებს, რასაც ვეძახით, ის რაღაც რიჩეგები შეცვლილი აქვს. ეს ყველაფერი პლუს პუნქტია ჩემთვის, იმიტომ რომ რაც მე გასაკეთებელი მქონდა, უკვე გაკეთებულია რაღაც. ხო, კიდევ ბოქსტერეს ასეთი დახვრეტილი მუხრუჭები აქვს, ამასაც ესენი გაცვეთილი არის უკვე არ მომწონს კი არ ცუდ მდგომარეობაში, შეიძლება კიდევ სიარული, მაგრამ მე მსგავსი რაღაცეებით არ დავდივარ. ამას შევხედავ, როგორ შეიძლება ამის ცოტა ფერზე მოყვანა შევეცდები, რამენაირად კიდე სუპორტებს, წინაც იგივე მდგომარეობაში არის მუხრუჭები როგორც უკან, მუხრუჭი არ არის პრობლემა, მუხრუჭებს მთლიანად წინ უკან თავის მილებია ყველაფრიანად შევცვლი. პირველ რიგში ყველაზე მთავარი არის ჩემთვის, რომ ძრავი დავქოქოთ და ძრავი გავაკეთოთ. აი ასე გამოიყურება შიგნით, რაღაცეები არის გასაკეთებელი, ასე რომ ვთქვათ, მაგალითად აი ეს აირბაგის, აი აქ მეორე მხარეს როგორიც აქვს. აი ასეთი აკლია აქა, ეს უნდა ვიყიდო. აი ესენი რაღაცა ასე თამაშობს ძვლებასავით და ამათ მოხსნი, გავასუფთავებ ამას, ყველაფერს თავიდან დავაწებებ. განარჩენი, ხო, კიდე რა დახეული არ არის, ტყავი დახეული არ არის, აი ასეთი რაღაცეები აქვს, მაგრამ ამას გავაკეთებ, მაქვს აქ ყველაფერი მაგისთვის, მაგნიტოფონი მოვაშოროთ უნდა აქედან და დავაყენოთ ორიგინალი, თავისი როგორიც არის. კიდევ რა აი ეს ეთყობა საბუქსირეთი რო წაათრიეს, როდესაც გაფუჭდა ძრავი, ეს აკლია, არ არის, კარგათაც არ მომიძებნია რა აქ შიგნით. საბარგული წინაც აქვს, საბარგული უკანაც აქვს, ამას დაშლასო დავიწყებთ, მერე გაჩვენებთ. რადგანაც ამას ძრავი, ნუ კი აქვს აქ უკან, მაგრამ როგორც 911 სულ უკან ისე არ არის, ძრავი გვაქვს აი აქ. აი აქ არის ძრავი, ქვემოთ, ზურგის უკან. ძრავი მხოლოდ მაშინ ჩანს, როდესაც გადავწევთ, ნახევრამდე გავაჩერებთ და ჩავიხედებით ძრავში, მაგრამ ძრავზე ცალკე იქნება მთლიანად ვიდეო, როდესაც დავიწყებ გაკეთებას. მოკლედ, მეგობრებო, ეხლა უკვე თავი შეგაწყინეთ, მაგრამ კიდევ უფრო ძალიან რომ არ შეგაწყინოთ, ეხლა შევწყვიტოთ აქ ეს ვიდეო, გითხარით რაც გადავიხადე, რა მდგომარეობაშიც არის. ნახეთ, რასაც ვაპირებ, ნახეთ. ბევრი ეხა იტყვის ვიცი რომ და ამბობენ და მეც მითხრა ბევრმა რომ ეს არ არის ნამდვილი პორშე, მე ძალიან კარგად ვიცი რა არის ნამდვილი პორშე, რა არ არის ნამდვილი პორშე, მაგრამ როგორც ნათქვამი გვაქვს ქართველებს, გამოთქმა როგორაც გვაქვს, უფრო სწორად საბანი სადამდეც გაგწვდებაო, იქამდე დაიფარეო, აი ზუსტად ისეა. მე აი აქამდე გამწვდა საბანი და აქამდე დავიფარე. ამიტომ ვისაც რასაც უნდა იმას იყიდის და რა ვიცი, ვისაც ჯიბეში რამდენი აქვს თანხა, ისე იყიდის. დანარჩენი მე უბრალოდ გადავწყვიტე, რომ მეყიდა და ბევრმა მითხრა, აუ, ვერ გააკეთებდა რაღაცა და რა აზრი აქვს მაგის იმას, რა ქვია, ჩალიჩს მოყვანას, წვალებას. აი გავაკეთებ, უეჭველი გავაკეთებ. აი ნახავთ, რომ უეჭველი გავაკეთებთ. რა უნდა იყოს ისეთი, რომ არ გავაკეთო. აი დედას ვუტირებთ უეჭველი თქვენთან ერთად, თან თქვენთვისაც მე ვფიქრობ, რომ საინტერესო პროექტი უნდა იყოს, ასე რომ ვთქვათ, ამაზე ბევრი ვიდეო იქნება. იმიტომ რომ ეს არ არის იოლი გასაკეთებელი რაღაც, არ არის სწრაფად გასაკეთებელი რაღაც. უნდა შევეცადოთ, რაც ძალიან რთული იქნება გეგმა. ჩემი გეგმა არის მაქსიმალურად დაბალი ბიუჯეტის ფარგლებში გავაკეთოთ ეს ძრავი. ოღონდ ისე არა რომ დაიქოქოს და დაბალი ბიუჯეტის გამო შემდეგ სადღაც გზაში დავრჩე. არა. უბრალოდ ჭკვიანურად
მაქსიმალურად დაბალი ბიუჯეტით რომ შევეცადოთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ეს იქნება ძალიან რთული დაბალ ბიუჯეტში ამის გაკეთება, მაგრამ შევეცდებ. მოკლედ, მე დღეს ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე, ძრავის დაშლამდე.